ეხლა გიჩვენებთ ერთ გიჟურ ისტორიას. ეს ადგილი უნდა ყოფილიყო სილიკონის ველი, სილიკონის ველის გარეთ. ტექნოლოგიური მეწარმე და Coinbase-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორი ბალაჯი სრინივასანი ფიქრობდა, რომ მალაიზიაში იპოვა იდეალური ადგილი თავისი ამბიციური მომთაბარე საგანმანათლებლო საზოგადოებისათვის. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელ-ამერიკელი მეწარმე ტეվել რახმანი შეუერთდა ტექნოლოგიურ საზოგადოებას, ყველაფერი შეიცვალა. ტეველი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა თავისი ისრაელის მოქალაქეობის გამო. ამან პროექტი სკანდალში გახვია და საბოლოოდ ქსელურ სკოლას გადაადგილება აიძულა. მეტი ინფორმაციისთვის ახლა ჩვენთან ერთად არის ისრაელ-ამერიკელი იუთუბერი ტეվել რახმანი, იგივე ნომად ტევი. ტეվել, მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ. ეს მართლაც გიჟური ისტორია. გთხოვ მომიღევი რა მოხდა. დიახ, მადლობა რომ მიმიღეთ. დიახ, ასე რომ მალაიზიაში გავფრინდი ქსელის სკოლაში, ვიდეოს გადასაღებად. ეხლა დედაჩემი, რომელიც ასევე ისრაელი-ამერიკელია, ორივე, მე ისრაელში დავიბადე, მან ისრაელში გადავიდა ქსელის სკოლაში გავფრინდით. მე კონტენტის შემქმნელი ვარ, იუთუბერი ვარ. ამიტომ წავედი ვიდეოს გადასაღებად, იმის შესახებ თუ როგორ შევუერთდი საზოგადოებას. ბევრ ვიდეოს ვაკეთებ. ჩემი ერთ-ერთი ვიდეო ბრუკლინის ჰასიდურ საზოგადოებაში იყო. ასე რომ როგორც კი ეს ვიდეო ალპირთა, იმ დროს უკვე მალაიზიიდან გასული ვიყავი, მაგრამ ვიდეოს ატვირთვიდან 1 ან 2 კვირის შემდეგ ვიღაცამ კომენტარი დამიწერა ჩემს ერთ-ერთ პოსტზე ინსტაგრამზე, რომელიც ამ ვიდეოსთვის გავაკეთე. და მკითხა, ისრაელელი ხარ თუ არა? ეხლა ცხადია მე ისრაელელი ვარ, მაგრამ ასევე მაქვს პოსტი ჰასიდური თემიდან, სადაც ჰასიდის ტანსაცმელში ვარ გამოწყობილი. ასე რომ რთული ოდამე მალაის ფაქტი, რომ ისრაელელი და ებრაელი ვარ. შემდეგ რაც მოხდა იყო ის რომ მათ გამოაქვეყნეს ჩემი ვიდეოს ეკრანის ანაბეჭდები და თქვეს რომ ისრაელელი იყო მალაიზიაში და ვიდეოს იღებდა ქსელურ სკოლაზე. ქსელურ სკოლაზე შეტევა, ისრაელებზე შეტევა და შეგიძლიათ ნახოთ ძალიან ლამაზი კომენტარები, რაც ამ ადამიანებისგან მივიღე, ძალიან ბოროტი კომენტარები. სადაც მეუბნებოდნენ რომ წავიდე და იცით სიონისტი ებრაელი და სხვა ესეთი საოცარი რაღაცები. საბოლოოდ მან მალაიზიის ხელისუფლება ასე რომ მათ ისრაელები ვერ იპოვეს. ჩემი გაგებით იქ ისრაელები არ იყვნენ, მაგრამ არ ვიცი გამოიტანეს თუ არა სხვა პასპორტი, რადგან ცხადია მალაიზიაში შესასვლელად სხვა პასპორტი გჭირდება. მაგრამ ამან ბალაჯი ქსელური სკოლის მფლობელი საბოლოოდ აიძულა, რომ მალაიზიის მთავრობასთან შეთანხმება მემორანდუმი მოეთხოვა. მოკლედ ვთქვათ, იყო გარკვეული მიმოცვლა, ბალაჯი ამბობს, რომ თავის ეს უკან წაიღებს. მას სურდა კიდევ 20 მილიონი დოლარის ინვესტირება გაეკეთებინა ქსელური სკოლის გასაფართოებლად. და ვფიქრობ, ეს არ მოხდება. და მან ხელი მოაწერა ახალ შეთანხმებას ყაზახეთის მთავრობასთან, რომ იქ ახალი ფილიალი გახსნას. ასე რომ გაურკვეველია მთლიანად გადაიტანენ თუ დამატებით გახსნიან კიდევ ერთს. ბევრი ჯორია გავრცელებული, მაგრამ ხო. და თავად ბალაჯიმან ქსეურმა სკოლამ რაიმე რეაგირება მოახდინეს. ასე რომ მათგან პირდაპირ პასუხი არ მიმიღია, მაგრამ შეგიძლიათ მისი Twitter-ი ნახოთ და ნახავთ რომ ბალაჯიმ რეაგირება მოახდინა. მან დიდი დაახლოებით 30 წუთიანი რეაქცია გამოაქვეყნა და ფაქტობრივად ის თავის თავს და იქ მყოფ ხალხს უჭერს მხარს. და ცნობილია რომ ის პრო-ისრაელელია, არც ისე საჯაროდ, მაგრამ მას ყავს ისრაელი ინვესტორები და მათ იცოდნენ რომ იქ ვიდეოს ვილებდი. ასე რომ ნება მომწეს ეს ვიდეო გადამეღო. ო, ესე რომ ფიქრობ რომ ყაზახეთში იმოგზაურებ ახალი ქსელის სკოლისთვის რომ კიდევ ერთხელ სცადო. შეიძლება ვნახოთ როგორი იქნება ეს. მალაიზიაში ნამდვილად არ დავბრუნდები. იქ როგორც ჩანს არ უყვარ ვარ, მაგრამ Network School-ის დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ფიქრობდი რომ ეს შესანიშნავი პროექტი იყო და მწყინს რომ ამან ესეთი დიდი აურზაური გამოიწვია. ცხადია ეს არ იყო ჩემი მიზანი ჩემს ვიდეოებში. ვცდილობ ხალხი დავაკავშირო და ადამიანების კარგი მხარეები ვაჩვენო პოლიტიკისა და ამ ყველაფრის მიუხედავად. ესე რომ მწყინს რომ ამან ესეთი აურზაური გამოიწვია, მაგრამ შეიძლება ყაზახეთში წავიდე, ვინ იცი. კი, ტეվել რახმანი, იგივე ნომეტევი, თქვენ ხართ იუთუბერი და ისრაელ-ამერიკელი მეწარმე. მადლობა რომ დღეს თქვენი ისტორია გაგვიზიარეთ. დიდი მადლობა.